მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდი სტრიმზე. მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი საღამო ღამის მონადირეების მესამე სეზონის დარეაქტებით. უკვე ვიცი რომ 4 სერიაა სულ გამოსული, გუშინ დავარეაქტე მეორე სერია. ეხლა დავარეაქტებ მესამე სერიას და მოკლედ ერთი სერია გადამრჩება რომ დავეწიო ამ ძალიან საინტერესო სერიალს. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ამ სერიალის შემქმნელ გუნდს, ძალიან საინტერესო პროდუქტი ჩანს. და იმედი მაქვს რომ ესეც გაგრძელდება და მოგიწოდოთ რომ ვინც ჩემი არხიდან გაიგო ამ სერიალის შესახებ ვთხოვთ რომ გადახვიდეთ მათ გვერდზე, ღამის მონადირეების გვერდზე და მოკლედ გამოიწეროთ, დაულაიქოთ, დაუკომენტაროთ. ეს მათ დაეხმაროთ მეტად განვითარებაში. და ეხლა ვნახოთ მოკლედ მესამე სერია. გაუმარჯოს დავით. ოჯახური ძალადობის ნიშნები გამოიკვეთა. აუ, რამზიმე კადრებია. რამდენი ადამიანია რომ ამას ყოველდღე უძლებს საკუთარ ოჯახში და სახლში. უფროსების საუბარში მეორე აღარ ჩაერიო. მეგი შედი შენს ოთახში. ჩემი ბრალია. ღირსი ვარ. მეგი. აი კლასიკა ბოლოს მაინც თალმა დაიდანაშაულა თავი. მეგი ანუ ამ სერიას ქვია ჰელა, ანუ იმ გოგოზე იქნება ისტორია. ეს ბავშვი არის გაზრდილი ის გოგო.
ეგეთი ნიღაბი იმიტომ უკეთია, რომ სახე ამ მამამისმა დაუსახით რა. ნახევრად გაფუჭებული ნიღაბი რო რაღაცა ვთქვათ. სახის ალეგორია ეგ. აი ეს. ელენას ხომ მიიღებენ ახლა ღამის მონადირეებში. აჰა, ეს გოგოა ის ბავშვი რომელიც გაიზარდა? გითხარი დაბრუნდებამდე. გააჩვი რა. დაგუტროვეთ. აუცილებელია ადამიანს სიკვდილის შემდეგ ჯილდოზე ელაპარაკო რომ სიკეთე აკეთოს ვიცი ბევრი კითხვა გაქვს რა? ჩვენ არანაირი ჯილდო არ გჭირდება თავიდანვე განწირულები ვიყავით. ხალხი მოწამლულია, ელენა. მოწამლულია ვირუსით, რომელიც აანგრევს მათ ცნობიერებას. რასაცოდავია ადამიანი. იტირეს და შეეჩვევნენ. გიყვარს დოსტოევსკი. ყველაზე კარგად ასახავს ადამიანის ბუნებას. გარკვეულ შეიძლება გიყვარდეს მოლიერი. ბოდევილები არ მიზიდავს. ეს საერთოდ არაფერი აღარ მიზიდავს. არ გეშინიათ? ისი. სიკვდილის თუნდაც. ძველ რომში ომიდან დაბრუნებული, გამარჯვებული გენერლები ქალაქის ქუჩებს მიუყვებოდნენ და სიამაყით იღებდნენ ხალხის ოვაციებს, მაგრამ მათ უკან ყოველთვის მოსდევდათ ერთი მონა, რომელსაც ხელში თავის ქალა ეჭირა. იგი გენერალს ყოველწამს უმეორებდა. Specie voci de hominem de esse memento. Memento mori. შენს უკან გაიხედე. გაიმახსოვრე, რომ უბრალოდ ადამიანი ხარ. გაიმახსოვრე, რომ მოკვდები. ადრე თუ გვიან სიკვდილი ყველას მოგვადგება. და თუ წავალთ, რაღაცას მაინც დავტოვებთ. არც ოქროს, არც განძს, არც მიწებს. დავტოვებთ იდეას, რომელიც ჩანერგილ ადამიანებში უკეთეს სამყაროს შექმნის.
ცოცხლების წინაშე არასდროს ვიხსნი. ვერ გავიგე? დღეს შენი პირველი ნადირობა იქნება. რა? ანუ ეს ლიდერი არავინ არის ის ვინ არის? სხვებს ერთმანეთის დანახვა შეუძლია და ლიდერის არა, ხო? რა ხდება დე? მეც უნდა დავრჩე რა. რატო? ლენას გამო. გონია რომ უჭირდები. თან ისედაც ძალიან ბევრი ინერვიულია. იმან კიდე რეები თქვა თავის დაზე. აუ, დე, გზის ფული! TikTok-ში რა, ბევრი იყვნენ რა, ბრაცი, თორე მაგათ იცი რას უზავდით? ეგ კი არა მაგარ პროცესშიც დაუდექით რა, კაროჩე, გამიგე. ერთს დაჟე, ხელები დაუჭირე, გადაუღრი ხედა, ნიღაბზე ისეთი მოვადე, რომ კაროჩე რა. ხელი კი მეტკინა, მაგრამ უაჭველი ვიცი სიმონ, ჩვენ ეგ მონადირეები იმენა დავამთავრეთო. ჩემი ბიჭები ახლა ქუჩა დარბიან, რომ აბაროტი იჩალიჩონ, გამიგე? ახ, ჭები. რა სიტყვები დახარჯა? აი ეგ ბაზარია, ეგ თემა არა, კაროჩე. ეს ის ჟურნალისტია, ხო? კარგი, მადლობა. გონი საკმარისია, ხო? აბსოლუტურად. დავახვიეთ ახლა კიდე. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. რის მადლობა, თუ რამეა სვიაზე ვარ, კაროჩე, აბას ბოგამ. შემდეგი ვინ არის? შემდეგი არის სანაპიროზე ულგი და თევზი. სერიოზულად რა. ელენა სანაია. ძლივს. აი ხლა იწყება საინტერესო ამბავი. წავედით? მე ლუდი ხო? აჰა, ეს კაცი გადაერთო, ხო? და შემდეგი ის გოგო აირჩია, რა ხან ამ გოგოზეა სერიალი. ელა. ელა. სიკვდილის ხალხმერთი. სკანდინავიურ მითოლოგიაში მდედრობითი სქესის არსება. როგორც ამბობენ, ხელმძღვანელობს ამავე სახელწოდების ქვესკნელი სამეფოს, სადაც ის მიცვალებულებს იღებს. იგი ლოკის შვილია. მისი გარეგნობა აღწერილია როგორც ნახევარი სახემშვენიერი, ხოლო მეორე ნახევარი დეფორმირებული. ფიქრობ, ახალგაზრდა ლამაზი გოგო უნდა იყოს, რომელსაც სახის ერთ მხარეს ნაიარევი აქვს. ვერთა, რა სისულელეა. მაგრამ ამ გოგოს ახლა ახლა კადრი არ ყოფილა, მაგრამ მე მგონი არაფერი არ აქვს სახეზე, თუ მე ვერ დავინახე. თუ მაკიაჟი ფარავს. ხუში მთელი ღამე არ მეძინა. შენ გამო. ანტიდეპრესანტები დალია? აზრი რო დავლიო. ვინც მჭირდება სახლში არასდროს არ არის. მე რამდენით უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? ხო, ვიცი, რო დაღლილი ხარ. მთელი ღამე მუშაობა. მაგრამ იცი რა არის საინტერესო?
მე გუშინ ბარში ვიყავი მისული. და მითხრეს, რომ იქ ვინმე მეგის, არასდროს არ უმუშავიაო. რატო მიხვედი მათ? რას აკეთებ მთელი ღამე? ვერ გეტყვი ლუნა. რატო? სხვა შეგიყვარდა? მითხარი, სხვა შეგიყვარდა? ხო, ვიცოდი. არასწორი წარმოდგენები გაქვს ჩემზე. რა ხდება, გამაგებინე მაშინ. ხო იცი რომ ყველაზე მეტად შემჭირდები. რა ხდება, გამაგებინე. ვერ გაგაგებინებ. ანუ რაღაც ნიღაბის მსგავსია აქ? ლუნა, თუ მენდობი ბოლომდე მენდე. არის რაღაცეები, რასაც ვერ გეტყვი. მაგრამ იცოდე რომ შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. სერიოზული კამუფლაჟი აქვს რა. პარიკი, ნიღაბი, კლასიკა. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ თეკლას ღიმილის ჩასაწერად ცალკე. ინტერვიუ. ეს იქნება. ლე, მოდი. მოდი. გამარჯობა ლენა. მე ირაკლი ვარ. გადაცემა პირისპირ ფაქტების ჟურნალისტი. პირიქი ჩეჩემა. ეს ჩემი ოპერატორია ლევანი. პრივატ. თეკლა შენ ოთახში გადი. ლენ, მე უბრალოდ ხმა არ მოიღო. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ეს მაგარი გაიწვე რა ჟურნალისტია. ჩემგან რა გინდათ? გასაუბრება. ინტერვიუ. შეიძლება ითქვას. იცი, ჩვენ ყველას ვწერთ, ვისაც ღამის მონადირეებთან შეხება ქონდა. და რა გაინტერესებთ? ხო, დაბრძანდი. რაღაცა სასიყვარულო ის ხო არ გაიბმება ხაზები ამათ შორის. ლენა. მაინტერესებს როგორი შეგრძნება იყო, როდესაც ისინი დაინახე. როდესაც შენს მეზობელს ასე დაუნდობლად უსწორდებოდნენ. რა თეატრალური ჟურნალისტია. დოკუმენტები აქ არავის აინტერესებს. ლექსი წაიკითხა. არ დამინახავს მისი სახე. კი, მაგრამ ნიღაბი შენს ფეხებთან დავარდა ლენა. და? ღამე იყო. ისედაც არაფერი ჩანდა. შეშინებული ვიყავი და ნახევარზე მეტი რაც მოხდა არ დამინახავს. ხო თან ცალთვალში მინუსი მაქვს. ცალთვალში. მას რას გამოაპარებს აფერისტი როჯაა თვითონ გაქანებული. ნელა. ეგ იყო კაი ამბავი. ძამო რა იხა მაგის დამალევინე ლუტია. აო ეს სანაპიროს ლუც დაპირდა ეოსო მოიტყუა ოპერატორი. ისე როგორ უნდა შეგეშინეს ტრაქში დაჭრილი ლოთის რო სახე ვერ დაინახო. ინოში მაგ საჭმაში. ძამო ხა დავლიო. გაუმარჯოს. ეს არის ღამის მონადირეები, ქართული სერიალია. მადლობა. ახალი დაწყებულია, სულ 4 სერია გამოსული და ანუ ეხა დავიწყე ყურებაც. ბევრი ბავშვი ყავდა. კონკრეტულად ვიცეძებთ. სახელები არ ვიცი. ერთი ვიცი რომ ნახევარ-ძმები არიან. ნახევარ-ძმები არ ყავდა.
თუმცა მახსოვს 93-ში ორი ბიჭი მოიყვანეს. ეს ის ქალია სავანტყოფოში რომ სახელებიც კი გაეკიდა, ხო? ჩვენ თვითონ დავარქვით სანდრო და ნიკო. და ახლა სად არიან? ღმერთმა იცის. მალევე გაიქცნენ თავშესაფრიდან. მას შემდეგ არავის უნახავს. სხვა თავშესაფრებში იკითხეთ? კი. იცით, თქვენ ეძებთ ობოლ ბიჭებს. ისინი ქუჩაში ცხოვრობენ. ქურდობენ. არანაირი განათლება არ აქვთ. რა ცუდი ქალია. ჩვეულებრივ მოჩვენებებს ეძებთ. ამან რა იცის რა მაინც და მაინც ვერაფერს ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში და განათლება არ აქვთ და რა მითხარით რა დავარქვით იმ ბიჭებს? ანუ სტერეოტიპებით სავსე სერიალია რა, მაგრამ არგ რაღაცეებზია ხაზი გასმული რა, ანუ ძმები. ნახევარ ძმები. როგორი დამახინჯებულია აზროვნება საზოგადოებაში. სანდრო და ნიკო. მეთქი ახლა იმ დახეულ პროსტინას დაინახო და ერთის ფანჯრიდან გაიქცნენ. კიდე იქ რო ყოფილიყო. გადაკიდული. ამ გოგოს ნიღაბი არა აქვს ჯერ? არა ურჩევია მითოლოგიური პერსონაჟი? და სად მივდივართ ვიცით? ფორუმზე დაგვიწერეს. ვიღაც ტიპები პატარა მაღაზიებს ეხავენ და ტელეფონებს იპარავენ. ფორუმზე? მოიცით თქვენ რა საიტიც გაქვთ? ხო, აბა, დიპ-ვებში. ეგ რა არის? ეგ არის რაც არის. ახე? ხო მაგარია. ჰელამ გაგვიკეთა. გადავთ ხო? всё, არავინა. და თქვენი მანქანა სად არის? არ იყო ეგ ჩვენი მანქანა. ჩვენ მანქანები არ ყავს. აი ასე ვართ მე ხოლმე ხალხს. ოღონდ მე ვაბრუნებთ, რა. ცუდი არ იფიქრო ჩვენს. არა. არ მიფიქრება. იმდენი არიან მინიმუმი კი ჭირდებათ. ეხლა არა ზოგადად. გადააჭრე. ისე ლაზაროსის სახე არც ერთს გაქვთ ნანახი. მარტო ასურას. ლაზარუსი ქვია იმას მთავარს. და მარტო მას რატომ? ასურას ხმა ოდესმე გაგიგონია? არა. საქმეც მაგაშია. ოცლას ჩამოვდივარ, რომ დღეს ერთს გათიშავს. მოდი. დავაი.
რა ძარცვა იყო? ესენი ბიჭო სპორტსმენებიც არიან და სამმა კაცმა 4 ტიპი უნდა ცემოს, ხო? და ეს გოგო მოიკოჭლებს. აუ იმანთან აუ ეს სიკოპატია იმენა ეს რაღაც ხშირად იხსნის ნიღაბს. ამას ვიცნო. თიფს არ ტოვებს ხოლმე. კაი შეჩემა, შემოგაკვდება. ოცილარი მოიჯვას? რა? ხუინა ოცილარი მოიჯვას. გათიშა ერთი. მე არ დამინახავს. მართლა გავთიშე? მართლა გათიშა. აი ეს. კარგი. შენი მჯერა, ეს პროჭი არ ეთამაშო. როგორ მიყვარს წაგებული ხალხის აკროსუნებული ხმა რომ ესმის ხოლმე, აი? წადი შენი. რა ხდება აქ ბაზაში რა ხმები ისმის? თუ არ გინდა ყელი გამოგჭრა, მაცადე გაკვეთილის ჩატარება. ეს კაცი სკოლებთან იმალებოდა. სკოლიდან გამოსულ პატარა ბავშვებს კამფეტებს ურიგებდა. შემდეგ სახლში მიყავდა და ეუბნებოდა. პატარა, თუ არ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვი, მოგკრებ. და აი ასე, ჩვენი ძვირფასი პედოფილი ჩემთან აღმოჩნდა. უნდა მოკლა? ჩვენ არ ვკლავთ. ეს მონადირეების პირველი და უმთავრესი წესია. კიდევ არის რამე წესები? ყურადღებით. აქ საძილე არტერია. თუ გადაჭრი, ჩვენს ქალაქში ერთით ნაკლები პედოფილი ივლის. ღმერთო ჩემო. ღმერთი რა შუაშია. შენ ახლა ჰელას ქვესკნელში ხარ. და რა უნდა ვუყოთ?
ლაზარუსის თხოვნით უნდა გასწავლო როგორ დაჭრა ადამიანი ისე რომ სასიკვდილო ჭრილობა არ იყოს. დრაუცილებელია გვისწავლო. ჯოხი ხომ მომცეს და მაგით ვარჯიშობ. ეგ ჯოხი შეგიძლია ტრაქში გაიკეთო საყვარელო. აქ წესებს ან მორჩილები. ან მიდიხარ. ეგრე რატომ მელაპარაკები? იმიტომ რომ არ გენდობი. და იცოდე რომ გაკვირდები. თვალს არ მოგაშორებ. კარგი. მანახი სად უნდა დაჭრა? განახო? განახო. პირველი კვესტი შეასრულა, ხო? შენს მოწინააღმდეგეზე კონცენტრირდი. ლაზარუსმა შაოლინი უნდა ასწავლოს, ხო? მიებარე. სპორტის მასტერია. როგორც ნადირი მსხვერპლს. გამოავლინე შენი შესაძლებლობები. გათავისუფლდი. ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც შენში ეჭვი შეეპარება. თავარია, ეს ვიღაც შენ არ იყო. ნეო და მორფეუსი. არავის უთხრა, შენი შემდეგი ნაბიჯები. იცი, რომელ თევს ვერ იჭერენ, ვერასდროს. რომელსაც პირი მუდამ დაკეტილი აქვს. და დაიმახსოვრე. ბრძენი ტრისგან უფრო მეც სწავლობს ვიდრე სულელი მეგობრისგან. გამოდი შენი კომფორტის ზონიდან. როგორც ნადირი მსხვერპლს. აჰა, ეს გოგოს ანუ შევიდა, ეხლა გუნდში ავარჯიშე მე რომ ხოძე იყოს რა.